მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას 60 ვაშლებს. 2014 წელი წიგნიერების წლად ცხადდება. ეს ინიციატორი გამომცემლობა დიოგენე გახლავთ და ამ საქმეში მას გვერდით უდგავთ ჩვენს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რატომ გახდა აუცილებელი და საჭირო წიგნიერების წლის გამოცხადება? რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, რამდენად მაღალია საქართველოში ჩვენ წიგნიერების დონე? ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ძალიან საინტერესო სტუმრებთან და მე ძალიან მინდა გთხოვოთ მშობლებს არ გადართოთ და დარჩით ეკრანებთან, რადგან ჩვენი სტუმრები აუცილებლად ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს შევაყვაროთ წიგნი, აი აქ მშობლების როლი. და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, ასე რომ არ გადართოთ. ამიტომ მე ხელთ მაქვს ახლა ეს ეგრეთ წოდებული პეტიციისთვის განკუთვნილი ფლაიერი, რაღაც გარკვეული რეკლამა და მე მინდა გითხრათ, რომ გროვდება ხელმოწერები. მიუხედავად იმისა, რომ მე მგონი ეს უკვე შემდგარი ფაქტია, რეალურად ეს 2014 აუცილებლად იქნება წიგნიერების წელი. ზოგი ამბობს, რომ წიგნის წელი, ესეც საინტერესოა. ამაზეც ვეცდებით, რომ ვისაუბროთ, რა განსხვავებაა წიგნის და წიგნიერებას შორის და არის ესეთი მისამართი, ინტერნეტ მისამართი www.petitions24.com და ასევე დახრილი ხაზი 2014. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ მისამართზე და ხელი მოაწეროთ პეტიციას, რაც თავისთავად ცხადია, რომ წაადგება იმას, რომ 2014 წელს უფრო მეტი ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ წიგნების შესახებ და ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყიდოთ და წავეკითხოთ წიგნები. რამდენად შესაძლებელი, რამდენად უშველის ეს სიტუაციას, აი ის რომ 2014 წელს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფრო მეტ თუნდაც იფიქრებს წიგნების შესახებ, ამას გავიგებთ 2014 წლის ბოლოს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ. კი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, რომ ბავშვებს თავიდანვე შევაყვაროთ წიგნის კითხვა, სწორად მივცეთ მიმართულება. მე ძალიან მომწონს ახლა, როდესაც არის სიმღერით წიგნს გადაშლი და არაჩვეულებრივი პეიზაჟია, არაჩვეულებრივი წიგნის გმირებია, მღერიან, ლამის ცეკვავს წიგნი. აი თუ იწყება ბავშვის ინტერესი ამ სულ პატარა წიგნისადმი, უკვე მერე ის ღვივდება და სწორედ მშობელმა სწორად უნდა მიაწოდოს მასალა. მაგალითად, ჩემი გამოცდილებიდან მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია უცხოელი მწერლების თარგმნილი არაჩვეულებრივი წიგნებია, მაგრამ ქართულს თუ მივაჩვევთ, აი მე გამოცდილებიდან გითხარით, რომ მე მაგალითად იუმორი, როდესაც არის წიგნში, ბავშვი უფრო მეტად დიდი გატაცებით კითხულობს. რაღაცა გარკვეული პერიოდი ასეთი. და როდესაც შემშვილიშვილს მაგალითად ნოდარ დუმბაძე წავაკითხე, იცით, აი ვაკვირდებოდი, თან კითხულობდა, თან დიდ სიამოვნებას იღებდა და იუმორით ახსოვს იცინოდა და უკვე მეორე ნაწარმოები მოუნდა, მესამე. მერე უკვე მოდის რაღაცა სხვა სტილის, სხვა ამოცანები, ის ისტორიული იქნება, დედექტივი იქნება, თუ ასე. მოკლედ, სწორად უნდა შეურჩიოთ მშობლებმა ბავშვებს წიგნი და აი მაშინ უკვე მართლა შეუყვარდებათ. ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მშობლებმა სწორი მიმართულება მისცენ თავიანთ შვილებს. მაყურებელს მე მგონი დაახლოებით წარმოდგენა აქვს თუ რაზე ვისაუბრებთ. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თარგმანების შესახებ ვისაუბრებთ, ილუსტრატორიც ყავს სტუმრად და სწორედ ილუსტრირებული წიგნების შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ბიბლიოთეკების პრობლემებზე და სტუმრად ყვანან ასევე მწერლები. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემა გელით. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ყოველ შემთხვევაში იმედია ჩვენი ვარაუდი გამართლდება, ასე რომ არ უნდა გადართოთ და უახლოესი 1 საათი ჩვენთან ერთად უნდა დარჩეთ, მაგრამ სანამ რეკლამაზე გავალთ, აუცილებლად უნდა გადავხატოთ მადლობა Flowers G-ს, რომელიც ასეთ ვილამაზებს ჩვენს ისედაც ძალიან ლამაზ გარემოს. ახლა დავუთმოთ რეკლამას და ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით შესანიშნავ სტუმრებთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ჩვენს აბსოლუტურად შესანიშნავ სტუმრებთან ერთად და ქალბატონ თამარ, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი კითხვა, თქვენ გძანდებით ამ იდეის
ავტორი, ინიციატორი. მაინტერესებს პეტიციის შეგროვებაზეც, პეტიციაზე ხელის მოწერების შეგროვებაზეც ვილაპარაკეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოაწეს ხალხს, მაგრამ რეალობა ამით არ შეიძლება. 2014 წელი მაინც იქნება წიგნიერების წელი. კი, ყველა ვარიანტში. წმინდა იურიდიული თვალსაზრისით არ არსებობს რაღაც აუცილებელი მინიმუმი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ხელმოწერების რაოდენობა. შესაბამისად, რაც მეტი, მით უკეთესი. ჩვენ ვაგროვებთ არა მხოლოდ ინტერნეტ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში, გროვდება ფიზიკური, რეალური ხელმოწერები. ბევრი ახალგაზრდა გვეხმარება, თინეიჯერები, სტუდენტები, აი ესეთი მაისურებში გამოწყობილები. სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდებს, რომლებიც ესეთი მაისურები აცეთ, უნდა დაუთმოთ მათ ცოტა დრო და ხელი მოვაწეროთ. კი ბატონო, ზუსტად ასია. ისე სამრიგო მაპატიმი, მაგრამ აქ გაქვს მე მგონი ხელმოსაწერად სამზადებული. ესეთი პლანშეტი, კი, რასაკვირველია, ძალიან დიდი სიამოვნებით. მე სიამოვნებით. ეს არის სიმბოლური ტექსტი, რომელთაც ჩვენ მიმართავთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს და ვეუბნებით, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვაცხადებთ ნებას მომავალ წელს მეტი ყურადღება დაეთმოს წიგნიერებას, მთელი წლის განმავლობაში მოხდეს სხვადასხვა რამ. აქ არ იგულისხმება რასაკვირველია სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ აქტივობა, აქ იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო აქტივობა. ნებისმიერი ჩვენგანის, ნებისმიერი პედაგოგის, ნებისმიერი ბიბლიოთეკარის ინიციატივა. დიდი მადლობა. გადავწევ ქალბატონ ნანას, სალომეს და მე. და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, გვთავაზობენ სხვა წინაპრებს, წერენ ძალიან აქტიურად, მათ აქვთ მზა პროექტები ხშირ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში მხოლოდ იდეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს იდეები დამუშავდეს, ეს პროექტები განხორციელდეს. წლის ბოლომდე ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ კოლეგებთან ერთად, ძირითადად გამომცემლები იქნებიან ამ საქმეში ჩართული, გარკვეულ კალენდარს, ღონისძიებების კალენდარს, რომელიც იშევა ძალაში 2014 წლიდან. მართლა ძალიან საინტერესოა, როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ გაჩნდა ამის აუცილებლობა? ზოგადად არის, ვიცი რომ რაღაც გარკვეული კვლევები აჩვენებს, რომ მართლაც საკმაოდ სიტუაცია მათ შორის წერა-კითხვასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ამაზე ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ რამდენიმე თვის წინ და მახსოვს რომ ძალიან ცუდი მაჩვენებლები იყო სკოლაში გამოკითხულ ბავშვებს შორის. ცხადია რომ ეს აისახება იმაზე თუ ადამიანს როცა უჭირს წერა და კითხვა, ცხადია რომ ნაკლებად აინტერესებს წიგნის ხელში დაჭერა, იმიტომ რომ მისთვის ეს არის რაღაცა ტანჯვა, რთული პროცესი. თქვენი დაკვირვებით, თქვენ გამოცდილება გაქვთ. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ვესაუბრე ერთ-ერთ მწერალს და მან თქვა, რომ რეალურად, როდესაც წიგნი საქართველოში, ქართული წერის წიგნი კარგად იყიდება, ეს ნიშნავს, რომ 3000 ეგზემპლარია გაყიდულიო. რამდენად შეესაბამება ეს დღევანდელ რეალობას და რამდენად დგას მართლაც წიგნთან ურთიერთობის პრობლემა. წერალთან გილაპარაკიათ მაშინ, იმიტომ რომ 3000 სამწუხარო ჩვენ რეალობაში მაქსიმუმია, არაფერს ვამბობ პოეზიაზე, მაგრამ ამჟამად არ მინდა ამაზე პოეზია ბევრად ნაკლები. ამაზე ამ წუთას არ ვისურვებდი დეტალურ ლაპარაკს, იმიტომ რომ წიგნიერება ეხება არა მხოლოდ წიგნების კითხვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიცნობიეროთ. ეს არის ზოგადად ინფორმაციის აღქმა, გაანალიზების უნარი, საკუთარი მოსაზრებების სწორად გამოხატვა და მსმენელამდე მიტანა. აი ეს ყველაფერი შეადგენს წიგნიერებას, გარკვეული უნარების, ასე ვთქვათ, კომპლექტია და ის კვლევა, რომელზეც ალბათ ნინო და თამაზი ბატონ თამაზ მინდა სწორედ ვკითხო აი ამ კვლევების შესახებ, იმიტომ რომ ბატონ თამაზ ამ კვლევებმა მე მგონი ძალიან ცუდი შედეგი გვაჩვენა და რის გამოც გადაწყდა ხომ, რომ აი წელი გამოცხადეს წიგნიერების წლად და მე აუცილებლად მოbrunდებით თამარ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა ღონისძიებებს გულისხმობთ უფრო კონკრეტად და რეალურად რამდენად შეცვლის სურათს ასეთი ტიპის თქვა ღონისძიებები. იქნებ თვითონ კვლევების შესახებ ვისაუბროთ ახლა თუ შეიძლება. გულისხმობთ აი კვლევას, რომელიც ჩატარდა მე-5-მე-6 კლასელებთან, არა? ხო, კვლევის შედეგი მართლა მძიმე იყო და არ არის თამოსაწონებელი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ისეთ ქვეყნებთან აღმოჩნდით, რომლებიც მაინც არ გვინდა რომ აი ამ კონტექსტში ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას, აი ამ კვლევამ რაღაც სიგნალი მოგცა. ხო? დაგვაფიქრა, აი რეალური სურათი გვიჩვენა. სხვათა შორის მე შეწყდა ამ კვლევების ჩატარება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოჭკონა თავს უკაცრავად დავამატებ ფაქტობრივად.
ვინ დააფიქრა და ვინ შეაწუხა? მოდით ესე თქვენ ლიტერატორი გასაგებია, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა. საკმარისია რომ საზოგადოება შეწუხდეს, თუ მთავარია რომ შეწუხდეს ის, ვინც განსაზღვრავს პოლიტიკას. რა საკვირველია, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ვინც განსაზღვრავდა პოლიტიკას, მე ამ კვლევებზე თქვა უარი. იმის ნაცვლად რომ რაღაცა დასკვნები გაკეთებულიყო და დაყოფილიყო იმის ეს ვითარება შეცვლილიყო. კვლევაზე ითქვა უარი, ხა სიამოვნო კვლევა იყო, დისკომფორტს ქმნიდა და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება მთავარი, რა თქმა უნდა, მაგრამ კვლევათ, მაგრამ გამოსავალია. ამიტომ რა გამოსავალზე ფიქრობთ თქვენ, რა შეიძლება, რითი შეიძლება ეს ყველაფერი გამოსწორდეს? იცით რა, ეხლა პრობლემა, რომელიც გამოამჟღავნა ამ კვლევამ, რა იყო? ეს იყო ის, რომ გაგების უნარი არის ძალიან წაკითხული მასალის გაზრების, აზრის გამოტანის, თუნდაც არ აღმოაქვე ტექსტის ამოცნობის, მთლიანობაში გააზრების, აზროვნების ნაკლებობის პრობლემასთან მივედით. რატომ თამაც გაგრძელდა შემდგომ რომ გამოეკულიათ რა განაპირობებს ამას? რა არის ამის მიზეზი, როდესაც წაკითხული და შინაარსი ვერ გამოაქვს? მე-5-6 კლასელებზეა საუბარი, აი ამას აქ ჩატარდა. მაგრამ საკობრივ ჯგუფზეა საუბარი. იცით რა, განაპირობებს ცხადია ბევრი რამ. მათ შორის აი სწავლების მეთოდები, სწავლების დონე, სახელმძღვანელო. სხვათა შორის მე ჩემთვის აი რა დასკვნაც გავაკეთე, ეს იყო ის, რომ თვითონ ტექსტები, რომლებიც ბავშვებისთვის შეირჩევა, ყოველთვის არ არის ისეთი, რომელიც მას აზროვნების უნარს უვითარებს და აი ამ მიმართულებით განვითარებისკენ უბიძგებს. მე იმის თქმა მინდა, რომ თვითონ აი კითხვის ეს ხო ხელოვნებაა თავისებური და მეცნიერება, კითხვა, ხო? აი ამის ჩამოყალიბებაზე, დამკვიდრებაზე ჩვენ ადრიდანვე უნდა ვიზრუნოთ, ესე იგი. ამას აყალიბებს მე იმის თქმა მინდა, რომ არა მხოლოდ აი მხატვრული ნაწარმოები. იმ მხატვრულ ნაწარმოებს აქვს თავის ის სხვა უნარებს უღრმავებს და უღვივებს ადამიანს, აი ვთქვათ, ჰუმანურობას, გრძნობებს უმდიდრებს, ხო, აი ვთქვათ, ვაჟას ვაკითხებთ. ეს აუცილებელია. ამის გარეშე ყოველად შეუულებელია, იმიტომ რომ უამისოდაც არა სრულფასოვანი იქნება განვითარება, ცალმხრივი იქნება განვითარება, მაგრამ ამის გარდა რაღაცა ისეთი ნაწარმოებებია შემოსატანი, რომლებიც აი სპეციალურად იქნება აგებული რაღაცა პრობლემაზე, რაღაცის ამოცნობის უნარის განვითარებაზე. მუშაობენ ამაზე თუ არა? იცით, ბადანთავას როცა საუბრობთ, რომ ადრეული ასაკიდან არის დასაწყები, ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა სკოლამდელი განათლების კვლევამ. აი ქალბატონი იქნება ამის შესახებ სამწუხარო ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა, როდესაც მასწავლებლების დონე განსაზღვრეს, ხო? ამის შესახებაც ჩატარდა კვლევა. მაშინ ვის ამარავ ტოვებთ ბავშვს? მხოლოდ მშობლის ამარა, რომელიც თუ მუშაობს დილიდან ღამემდე და მას არც ფიზიკური უნარი არ შესწევს და უბრალოდ დროც არ რჩება, რომ იჯდეს ბავშვს, უკითხოს, სწორად მიაწოდოს ლიტერატურა, თუ აი გამოსავლის ძიებაში თქვენ აი სათხედავთ კომპლექსურ პრობლემასთან მივდივართ, ხო? და ძალიან სერიოზულ პრობლემასთან, რომელიც თქვა 1 წელში და 2 წელში ალბათ ვერ გამოსწორდება. მართლა უზარმაზარ პრობლემას მიადგა ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო. და განათლების რეფორმაც, ფერს ძირს აი ამ პროცესისას, რომელიც მიმდინარეობს, მასწავლებლებს. მაინც აი მივედით მასწავლებლის პრობლემამდე, რომლებსაც თვითონ არაფერი არ დაუშავებიათ, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ დააკლდათ და ეხლა აი ის უნდა მოხერხდეს, რომ აი ისე ამ ადამიანებს გული არ ვატკინოთ. და ტყუილუბრალოდ არ დავამციროთ, აი ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაცნაირად მოხდეს ეს დონის ამაღლება და ეს არის უზარმაზარი სამუშაო. მე ვფიქრობ, მიმდინარეობს ამ პრობლემაზე მუშაობა, ძალიან ზუსტად დასაგეგმი პროცესია. ეს ალბათ მრავალწლიანი პროცესიც არის, ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვს და რაც თავარია მოითხოვს სწორ გააზრებას და აი მიზანმიმართულ შრომას. უამისოდ ეს პროცესები არ დაიძლება. არ დაიძურება, ასე ვთქვათ, ადგილი და პრობლემა არ დაიძლება. მინდა უბრალოდ კითხო და პრინციპში ყველას მაინტერესებს თქვენი აზრი. ცხადია, რომ ბავშვები მართლაც ძალიან მტკივნეული
საკითხია და ბუნებრივია ამიტომ დავიწყეთ აქედან, მაგრამ თავი რომ გავანებოთ ბავშვებს, ვინც მოყვნენ დავით ამ შემთხვევაში მე-5-მე-6 კლასელები, ნამდვილად აი ამ უამრავი რეფორმის ცდის, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტების აღმოჩნდნენ და რეალურად მესმის, რომ მათთვის ბევრი რამ უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მე-6 კლასელებისთვის, რომლებიც მანამდე სწავლობდნენ სკოლაში. მაგრამ აი ის სხვა მე-6 კლასელები, რომლებიც ახლა არიან 30 წლის, 35 წლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად აქვთ მათ წიგნთან ურთიერთობის პრობლემა? დავიჯერო, რომ მხოლოდ ბავშვებში არის ეს, რომ ბავშვებს არ სურთან, არ შეუძლიათ წიგნთან ურთიერთობა. მთელი საზოგადოება, ქართული საზოგადოება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დღეს წიგნიერადაც და იმ ადამიანებთან, ვისაც მართლა უყვართ წიგნი, სურს მისი შეძენა, ან თუნდაც ბიბლიოთეკაში მისვლა და იქედან წამოღება, თუ თანხა არ აქვს, რომ შეიძინონ ნამდვილად ძვირის სიამოვნება ბევრისთვის. წერლებს ვკითხოთ მაშინ. რას ფიქრობენ ისინი? რამდენად უყვართ კითხვა საქართველოში, მოდით ასე ვთქვათ. თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, საქართველოში იმდენად უყვართ კითხვა, როგორც უყვართ ყველა სხვა ქვეყანაში. არანაირ დიდ განსხვავებას არ აქვს. ეს არის 30000 ადამიანი? პროცენტებს ვერ დავითვლით, ნამდვილად არ ვიცი მაგალითად. ეს ადამიანი, რომელიც კიდულობს წიგნს, კარგით, მესმის, რომ შეიძლება გაცილებით მეტი, ვისაც უყვართ. გაცილებით მეტია, რომელიც კითხულობს. მეორე ამბავი ის გახლავთ, როდესაც მაგალითად მოყავთ ხოლმე, რომ ნებისმიერ სხვა ქალაქში შეიძლება ნახო ადამიანი მეტროში, რომელიც კითხულობს და ავტობუსში, რომელიც კითხულობს, აბა მოდით აი ამ ბრძენმა ხალხმა სცადოს თბილისში ყვითელ ავტობუსში რამის წაკითხვა. ძალიან საინტერესოა რა შედეგს მიიღებს. ანუ არამს და არამს არ ვიტყოდი, რომ ქართველები არ კითხულობენ. ანუ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა არ კითხულობს და მეორე ის რომ ვინმე აღარ ყიდულობს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრულ კრებულს, სულაც არ ნიშნავს რომ მას ილია არ უყვარს. უბრალოდ მას სახში აქვს ეს წიგნი. მე მგონი განსხვავება ერთადერთი იმით შეიძლება იყოს რომ ძველი სახლებია, ძველი ოჯახებია საქართველოში. ძალიან იშვიათია რომ ვიღაცამ სულ თავიდან ნოლიდან დაიწყოს ცხოვრება და მას მიყვება ბიბლიოთეკა. არ ვიცი, ამ საზოგადოებიდან ვინმე მაინც თუ ყოფილა სახლში, სადაც არ არის ბიბლიოთეკა. მე ასეთ ბინაში არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ქალაქის ცენტრში თუ რომელიმე ყრუსოფელში. უკაცრავად, ანუ მე ვარ ნამყოფი ისეთ სახლში, სადაც იყო ბიბლიოთეკა, მაგრამ მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით. ეს თვისობრივად სხვა ამბავია, მაგრამ თუ კი მას აქვს იმ დეკორატიული დანიშნულების ბიბლიოთეკა, ადრე თუ გვიან ვინმე რამეს გადმოიღებს, თუნდაც დიდი მოწყენილობის შანსი. ასე ვფიქრობ. და ამიტომ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ წიგნების გაყიდვები არ ემაჩვენებელი იმისა, რამდენად კითხულობს ეს ხალხი. არ მგონი. ძალიანაც კითხულობ. აქ ის მომენტიც არის ალბათ ხომ, რომ მე მესმის, რომ წიგნის ფასი, რომელიც დღეს თუ წიგნის ფასზე ვისაუბრობთ, ის არის რეალური და მართლა ძვირიანი სიამოვნებაა წიგნი და წიგნის გამოშვება. უბრალოდ ეს წიგნი არ არის ხელმისაწვდომი, ვთქვათ, რომ იყიდოს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, იმიტომ რომ ვიცით, როგორია სოციალური ფონი. აი ეს კარდაგით ანხვებით ერთ პატარა ამბავში, თუ ნებას დამცავთ ბოდიში, რომ ასე უტიფრად ხტები. ერთი სადილე რესტორანში ჯდება ზუსტად იმდენივე, რამდენიც ჯდება პორტნოის სინდრომი. ამიტომ აქ უკვე გაჩნიების რა უხარია ეს სოციალური ადამიანები, ვინც დავუშვათ რესტორანში ახერხებენ ისადილო, თავიანთი ბავშვებისთვის შეიძლება დრო ვერ გამონახონ, მაგრამ წიგნის საყიდ ფულს მე მგონი ნამდვილად გამონახავენ ხოლმე. ვისაც არ აქვს წიგნის შეძენის საშუალება, ამისთვის უნდა არსებობდეს სწორედ ბიბლიოთეკა, რომ წიგნი გამოიტანო, ამ შემთხვევაში ან დაჯდე იქ წაიკითხო. ქვეყნის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი არის ჩვენი სტუმარი და მაინტერესებს ვკითხოთ, რომ აი ახლა რა სიტუაცია, რა მდგომარეობა არის თქვენთან ბიბლიოთეკაში და ბევრი სტუმარი ყავთ თუ არა. მოგესალმებით პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რაზეც თქვენ საუბრობთ. მე არ მგონია, რომ საქართველოში თქვა საბჭოთა პერიოდის შემდეგ კატასტროფულად შეიცვალა, თქვა წიგნის მკითხველთა, კარგად წამკითხველთა რიცხვი, იმიტომ რომ მე მახსენდება თუნდაც ჩემი სახლის შემთხვევაში ის სავსე ბიბლიოთეკები და რა ბიბლიოთეკებზეც ანასაუბრობდა ის ბიბლიოთეკები დიდწილად იმ პერიოდში არის ოჯახებში შექმნილი, სადაც წიგნების დიდი ნაწილი საერთოდაც გაუჭრელი იყო და შემდეგ თქვა დანით მიწევდა ხოლმე თქვა ამ ყველაფერთან გამკლავება. ანუ მე მგონია რომ საბჭოთა პერიოდში, ანუ იმ პერიოდში, როცა თქვა ერთი თვალსაზრისით ეს ყველაფერი რაღაც ბუმს ექვემდებარებოდა, უფრო დეკორაციული თქვა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წიგნების ბიბლიოთეკას ვიდრე წაკითხვის. თუმცა ცხადია ასევე
არსებობდნენ ადამიანები და ოჯახები, სადაც წიგნებს კითხულობდნენ. ანუ მაშინ მყიდველი უფრო მეტი იყო, ვიდრე მკითხველი. უნებრივია, იმიტომ რომ სხვა რაღაც შეიძლება იყო ნაკლები. ასევე ჩვენ არ უნდა გქონდეს არც იმის ილუზია, რომ ახალგაზრდა ასაკში დღეს ადამიანს ექნება იმდენივე მოთხოვნილება სხვა რაღაც, თქვათ, საცდურების გათვალისწინების გამო, რამდენიც ჰქონდა თუნდაც მე-20 საუკუნეში ან მე-19 საუკუნეში, იმიტომ რომ არსებობენ ვიდეო თამაშები, არსებობს სხვა რაღაც, რომელიც ყველა შემთხვევაში, თქვათ, ხელს შეუშლის წიგნს, თუმცა ჩვენ როგორც წიგნის წარმომადგენლები, ბუნებრივია, ყველანაირად უნდა ცდილობდეთ, რომ ეს მაქსიმალურად ნაკლებად მოხდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება უშუალოდ ბიბლიოთეკას, ეროვნული ბიბლიოთეკის შემთხვევაში წიგნების გატანა არ ხდება მოგეხსენებათ, ადგილზე ეკითხულობენ, მაგრამ გითხრათ რომ თქვათ მხატვრულ ლიტერატურასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოთხოვნილება ნამდვილად არ გახლავთ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში როგორც წესი ადამიანები დადიან ერთჯერადი თქვათ სურვილების რაღაც თვალსაზრისით დასაკმაყოფილებლად იგულისხმება თქვათ სტუდენტები, რომელთაც რაღაც დაავალეს ან მეცნიერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცხადია არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ესე თავგადაკლული მკითხველები არიან და დღეს და ღამეს ბიბლიოთეკაში ათენებენ და აღამებენ, მათი თქვათ რიცხვი ნამდვილად არ არის დიდი. რაც შეეხება ზოგადად ბიბლიოთეკების კომფორტს და პატარა ბიბლიოთეკების ცხადია ბიბლიოთეკებს ჭირდება მოდერნიზება, თქვათ გასათვალისწინებელია ელექტრონული წიგნის ნაწილიც ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ისიც რომ მხოლოდ თქვათ იმ სერვისებით, რასაც ბიბლიოთეკა ზოგადად სთავაზობდა მკითხველს, დღეს უკვე ვეღარ მოემსახურება, იმიტომ რომ ის ერთგვარ თქვათ, დავარქვათ ამას მედიათეკა ფრანგული გამოცდილების გავლენით, ან თქვათ, თუნდაც ნიუ-იორკის თქვათ საჯარო ბიბლიოთეკის რაღაც გამოცდილებების გათვალისწინებით, უნდა გადაკეთდეს ნამდვილად, უნდა იყოს სხვადასხვა საშუალება იმისა, რომ მკითხველი თქვათ მივიზიდოთ ირიბად მაინც წიგნთან, ეს იქნება თქვათ სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მაგალითად ჩიკაგოში ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში თქვათ სრულიად უცნაური ფორმით იზიდავენ მკითხველებს, როდესაც წლიური დეკლარაციების შევსება ხდება, მხოლოდ ბიბლიოთეკის აბონემენტის თქვათ მფლობელს შეუძლია ამ შემთხვევაში ამის შევსება და შესაბამისად ის ავტომატურად ხდება თქვათ ბიბლიოთეკის მომხმარებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი ფორმა არსებობს. მთავარია რომ ჩვენ გავაცნობიეროთ ერთი რაღაც, რომ წიგნი მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი ამბავი აღარ არის, იმიტომ რომ მხოლოდ ამის გაცნობიერებით ცხადია ჩვენ ბევრი მეტოქე გვეყოლება და ადვილად დაგვამარცხებენ თქვათ ამ ტელეეკრანისა და ინტერნეტის პერიოდში ხომ და რაღაც თვალსაზრისით გავაცნობიეროთ რომ წიგნი არის საჭირო ინსტრუმენტი პირველ ყოვლისა იმისთვის რომ თქვათ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცეები გაგვიადვილდეს. როგორ არის იცით მე არავითარი არ მაინტერესებს ერთ-ერთი უკვე სხვა ეპოქა სამწუხაროდ. აქ ესე იგი სამყაროს ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი რაღაცა სიკეთოთ მოიტანა, ამავე დროს დააზიანა. აი დააზიანა ჩემი აზრით, ჩემი ასაკისა გამო არა ვარ ჩარჩენილი მე ის კაცი არა ვარ, რომ ესე იგი არავითარ შემთხვევაში არ მინდა და ესე იგი გული მტკივა რომ ბავშვებს წინ უდევთ რაღაცა მინიატურული საგანი და დაფაზე არ იწერება აია. არ გიგონოთ ეს რომ ეს რაღაცა სხვა პატრიოტიზმია. იმისთვის საგნის სადმი, ცოცხალი ორგანიზმი სხვა არის. სხვა არის და მე არ მგონია რომ ესე იგი 1000 მიზეზია შემოჭრილი. პედაგოგებზე ლაპარაკობდით თქვენ და რა არის იცით სკოლას აკლია შემოქმედებითი სწავლება. როგორ არის იცით ჩვენი წიგნის თარულებია რა, აი პატარა დაჟდილი ბავშვები კედლისკენ რომ და მიბრუნდნენ და ამ კუთხეში დადგნენ, ასე გვაქვს ეს ჩალაგებული ეს წიგნები და არ არის ცოცხალი ურთიერთობა არ არის წიგნთან. საუკუნეების მანძილზე უკვე ვიცით ეს ქართული კლასიკა და თანამედროვე წიგნები ასეთ თუ ისე მაინც იკითხება და ძალიან კარგი რომ იკითხება, მაგრამ და რუსულიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსული ლიტერატურა საკმაოდ ძალიან დიდარია. მაგრამ არის კიდევ უცხოეთიდან შემოსული თარგმანი მაინტერესებს. საუკუნეების მანძილზე ვიცი რომ ითარგმნებოდა, მაგრამ აი ახლა რაც ითარგმნება, როგორ არჩევთ თქვენ? იცით რა შერჩევას რაც შეეხება ჩემ შემთხვევაში ახლა მაია თავის შემთხვევაზე ისაუბრებს, ჩემ შემთხვევაში ძირითადად ყოველ შემთხვევაში ის რაც მე მითარგმნია
იყო ჩემი გამომცემლის გემოვნებითა და სურვილით არჩეული და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მან მე შემარჩია მთარგმნელად, ანუ დიოგენეს ინიციატივით იყო თქვათ ეკოს თარგმანები შესრულებული ქართულად. ძირითადად მე ვფიქრობ რომ მაინც გამომცემლების ინიციატივით ხდება, არ ვიცი. ეს თუმცა არის ორი გზა, როცა გამომცემელი გიკვეთავს თარგმანს და არის მეორე გზა, როცა შენ თვითონ რაღაცა გეთარგმნინება, თუ არ ვიცი რას წავიხმარო და იმას თავაზობ. მე ერთიც მქონია და მეორეც, თუმცა ძირითადად მე დიოგენესთან თანამშრომლობდა მათი ინიციირებული თარგმანები მაქვს გაკეთებული. როგორ ვირჩევთ სათარგმნო ლიტერატურას? მეც ჩემ გამოცდილებამ ასევე მხოლოდ დიოგენესთან ურთიერთობით შემოეპარკლება და ვფიქრობ რომ ასეც დარჩება მომდენ რომ ერთი დიდი ფუფუნება ამრყოლებანდის სახით, როდესაც ის არ არის მხოლოდ გამომცემელი, აბსოლუტურად თანამოაზრეა, ლიტერატურული თანამოაზრე. პირველი ორი ტექსტი ეს რაც შეეხება მუზეუმს, რომელზეც მე ნამდვილად ვერ გავბედავდი, ფიქს ეს არის რაღაცა ეპოქალური, გრანდიოზული, ყველა თვალსაზრისით ურთულესი, სპეციფიურად რთული ტექსტი. მასე მუშაობას ნამდვილად ვერ გავბედავდი, ეს ხო თამრკოს იდეა. და მე ერთგვარი ავანტიურა ჩემი მხრიდან თავიდან, იმიტომ რომ ნამდვილად მე მახსოვს სტუდენტობის დროს ვიღაც სადღაც პური მოვკარი, რომ ვიღაც აპირებდა ამის თარგმანს და ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა დამენახა ეს ადამიანი, როგორ შეიძლება ამაზე დაიწყო ფიქრით და საერთოდ რა შეიძლება და როგორ შეიძლება მოერო. ასე რომ მუზილი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია და ეს არის აბსოლუტურად თამრკოს დამსახურება ნამდვილად. რაც შეეხება სხვა ტექსტებს, ეს გვაქვს სრული თანხმდები რა ასე ვთქვათ ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ერთმანეთთან ვათანხმებთ ტექსტებს და სათარგმნო ავტორებს ჯერჯერობით არ გქონია რაიმე შეუთანხმებობა შეუთავსებლობა ამ თვალსაზრისით ამიტომ ეს ნამდვილად არის დიდი ფუფუნება. კიდევ ერთი კითხვა მექნება თარგმნელთა რამდენად მნიშვნელოვანია თარგმანის დროს რომ თანამედროვე ენით იყოს თარგმნილი. ეხლა რატო ვკითხულობ ამას? რამდენიმე წლის წინ როდესაც სამი მუშკეტერი გადმოვიღე ჩემი შვილისთვის, იმიტომ რომ ის უნდა მიმეწოდებინა, იმას აქში იყო, რომ ძალიან უნდა მოსწონებოდა და სანამ კითხვას დაიწყებდა, დავიწყე მე კითხვა. ისე მეუხეშა მე ის ენა და იმდენი სიტყვა ვიპოვე, რომელიც მისთვის ძალიან მოძველებული იქნებოდა, ვთქვათ, რომ შეიძლება თუ არა ეს იყოს შემაფერხებელი გახდეს, რომ აღარ მოგინდეს იმ წიგნის კითხვა, როდესაც მოზარდებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. ცხადია, რომ შეიძლება დაძველდეს და ძველდება კიდევაც მით უმეტეს იცით რა მაშინ იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში ცოტა კრიტერიუმი სხვანაირი იყო რაღაცა ცენზურა იყო ცენზურას არ გულისხმობ მაინც რა შეიძლება და თარგმნი იყო და ენის ცენზურა თან რაღაცეების ხმა არ შეიძლება და რაღაც სიტყვების გამოყენება არ შეიძლება და ეხლა ეს ყველაფერი არის მოხსნილი თავისთავად ცხადია წიგნი უნდა იყოს ისეთი რომ ისე იკითხებოდეს როგორც ის იკითხება ორიგინალში კაცრავად მე მინდა რომ საბავშვო წიგნებზე ცოტა ხანი კიდევ ვისაუბროთ იმიტომ რომ შესანიშნავი სტუმარი ყავს რომელიც დაკავებულია ილუსტრირებით საბავშვო წიგნებს და მართლაც რაც თვალში მოსახვედრია ეს არის ფერადოვნება და შესანიშნავი ხარისხი იმ წიგნებისა რომლებიც დღესდღეობით არსებობს ბავშვებისთვის რაც შეეხება ტექსტებს რომლებიც არის ხოლმე ხშირად ულამაზეს წიგნში ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ თითქმის შეუძლებელია არაადაპტირებული წიგნის ზღაპრების წიგნის შეძენა მე მაგალითად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექი და მართლა ვერ ხვდები რატომ არის აუცილებელი რომ ყველა ზღაპარი ადაპტირებული იყოს და არ შეიძლება რომ ზუსტად იყოს დაუშვათ ასეთივე რაოდენობით ასეთივე მრავალფეროვნებით იყიდებოდეს ზუსტი ნათარგმნი ეს მართლა მაინტერესებს მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში თქვენთან მოდის ალბათ უკვე პროექტი როცა უკვე დასასრულს უახლოვდება ხო ბოლო ეტაპზე როცა ყველაფერი გაკეთებულია თუ თარგმანია უკვე გადათარგმნილია და თქვენ თუ პირიქით ხდება თქვენ თვითონაც თავაზობთ რაღაცას რომ აი ამისი დახატვა მინდა ძალიან და მოდით ეს გამოვცეთ ეს რანაირად მუშაობთ ეს ძალიან არა იშვიათად ეგეთი რაღაცა ძირითადად უკვე რაღაცა ტექსტს მაწვდიან და იმაზე ვმუშაობდა ну საბავშვო წიგნში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ილუსტრაცია განუყოფელი ნაწილია წიგნის და რაც უფრო პატარაა ბავშვი მით უფრო მნიშვნელოვანი სულ ყველას გვახსოვს ალბათ საკუთარი გამოცდილება პირველი ურთიერთობა წიგნს როგორ ვარჩევდით სადაც ბევრი სურათია დათვალიერება სადაც შეიძლება მაგრამ მაინც ეს ილუსტრაცია უფრო გზა არის რომ ბავშვი მივიყვანო ტექსტამდე აი როგორც თამრიკომ თქვა მთავარია ტექსტი ამიტომ აქაც ცოტა ზომიერების დაცვა საჭიროა აი როცა უკვე იზრდება ბავშვი ცოტა კითხვას ეჩვევა და უყვარდება და ურთიერთობას იწყებს წიგნთან აქ ძალიან ზომიერად უნდა ვიხმაროთ ილუსტრაციები იმიტომ რომ
ზუსტად ამ მომენტში კითხვა უყალიბებს ბავშვს აზროვნების უნარს, ფანტაზიის უნარს, წარმოსახვის უნარს და ჩვენ თუ მზამზარებული დავუდეთ ეს ყველაფერი ნახატის სახით. გასარმაცდება. ბავშვის გონება გასარმაცდება, აღარ მოუნდება წაკითხვა, მოუნდება მზამზარებული რაღაცა ნახატიდან მიღებული ინფორმაცია და ჩვენ არ აღვნიშნეთ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის შეძენის დროს. აი სწორედ საბავშვო წიგნები, ილუსტრაცია, როდესაც არის ძალიან ისეთი კარგი, ხარისხიანი, საკმაოდ ძვირიღის ასეთი წიგნები, მაგრამ მე მომწონს ის, რომ გვერდზე იმ ძვირიან წიგნს აქვს საშუალო ფასი. საშუალო ფასის შემდეგ არის კიდევ ძალიან მიმასწორეთ ხალბატონო თქვენი მაღაზია სადაც გეტყვიეთ ხო ყაზბეგის ქუჩაზე სალომე ყაზბეგის ქუჩაზე იგივე წიგნებია იგივე წიგნები არის სხვადასხვა ფასის მიხედვით სწორედ იმ ხარისხისა გამო რომელიც დიახ იმიტომ რომ მე მომიწია უცხოეთში მყავს შემიდის შვილი და გაუგზავნე საკმაოდ აგროვდა და გვერდზე გადავდები არა მეთქი და მაგრამ თავარია რომ ის წიგნის არსი და შინაარსი იცოდეს ბავშვმა იმ ზღაპრის, იმ მოთხრობის. ეს არის კიდევ მნიშვნელოვანი. ხომართალია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კითხვა უნდა უყვარდეს და არა ნახატების დათვალიერება. ბავშვი როცა იწყებს ამ შემეცნების პროცესში, მას ვერბალური ინსტრუმენტი არ აქვს კარგად განვითარებული. პირველი ის ინსტრუმენტი ეს არის ვიზუალური, ხო? ამიტომ ის ილუსტრაცია აუცილებლად უნდა იყოს წიგნთან ერთად. სავარაუდოდ ის რომ თქვა ნაკლებად ილუსტრირებული ან იაფასიანი წიგნია იმას ნაკლიც აქვს და რაც თავარია აი დასაწყისში თამრიკო მახსენა რომ დაიკარგა ჩვენთან რაღაც ტრადიცია თუნდაც აი დღევანდელი ცხოვრების გამო გააზრებული კითხვის ეს არის თქვა ილუსტრირებული ტექსტი პატარა ბავშვისთვის ეს სკოლამდელი ბავშვისთვის არის ორი ტიპის ტექსტი, ერთი ვერბალური ტექსტი, მეორე ვიზუალური, იგივე შინაარსი და რატომ არის, რომ თქვა აი ეს ერთობლივი კითხვა დედასთან, ბებიასთან, ეს არის ორი სხვადასხვა ინტერპრეტაცია, ხო? რატომ სჭირდება იმას გვერდის ყოფნა? ეს არის ჩვეულებრივი ქცევის კორექცია. თქვათ, როდესაც აქცენტი გვაქვს, თქვათ, გრძნობით ემოციონალურ განვითარებაზე, ხო, ვაკითხებთ რაღაცა აყიდას ქურცანი, ნებისმიერ შვილის ნუკლის ამბობს, როცა ვხედავთ, რომ იქ რაღაცა პრობლემებია, ვცდილობთ ძალიან ისე არამტკივნეულად ბავშვისთვის, რომ აი ეს კორექცია მოვახდინოთ ამისი, ხო, რაღაც კორექტივები შევიტანოთ ჩვენი ინტერპრეტაციით. თქვათ, როცა ვხედავთ, რომ იქ სოციალური ქცევის კორექცია გვია, ასევე ის კორექცია შევიტანოთ. თქვათ, იქ რაღაცა რაოდენობრივი აზროვნება, იგივე რაღაც მიზეშედეგობრივი აზროვნება, ხო, ეს ხო რთული პროცესია. წარმოგიდგენთ ბავშვი, რომელიც ცხოვრობს სრულიად აი ეს ფანტასტიკის სფეროში, ფანტაზიების რაღაცა გარემოცვაში, მას აქვს უნივერსალური ოპერატორი, რასაც უნდა იმას ჩააცნოს და რომელ გარემოშიც უნდა იმ გამრემოში გაამარჯვებინოს და ჩვენ მას ვეპატიჟებით სკოლაში, სადაც ეუბნებიან, რომ იცით რა, აქ ეს არის სამყარო, რომელიც წესებზე მუშაობს, ხო? ჩვენ წინასწარ ამ ასე ვთქვათ, ამ ეტაპს მას არ გავატარებთ და შედეგად ვიღებთ ბავშვებს, რომელმაც მხოლოდ იცის, რომ მე მინდა და აღარ უშვებს იმას, იმიტომ რომ არ აქვს ის ინტერპრეტაციის პერიოდი გავლილი უფროსთან ერთად, თანატოლთან ერთად, არც ბაღში, არც ოჯახში, რომ შეიძლება სხვასაც უნდოდეს. ამიტომაც მულტფილმებს უყურებენ და გატაცებულები არიან. აი ეს მულტფილმებს რო უყურებენ, თქვა, წიგნი ყოველთვის ითვლებოდა სიღრმისეული ისი ანალიზის ესეთი ღრმა, ასე ვთქვათ, განათლების. მას ყოველთვის ყავდა შედარებით ესეთი დაბიო, ასე ვთქვათ, ალტერნატივა, ხო, მეტოქე. ვთქვათ, თავის დროზე რო წარმოვიდგინოთ ანტიკური თეატრი რა იყო? ანტიკური თეატრი იყო მასებისთვის განკუთვნილი, დღეს რასაც ეძახით მას კულტურა და განსხვავებით, ვთქვათ, არისტოტელეს წიგნი ან პავსანია, ხელნაწერი, ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, სიღრმისეული ვერსია. შემდეგ ყველა ეპოქაში ყავდა ამ წიგნს კონკურენტი, ჩვენს ბავშვობაში წიგნი და ტელევიზორი რა იყო, ხო? აი წეგან ესეთი ხშირად ჩვენ ნეგატიურად ვახსენებთ ხოლმე, რომ დღეს ვთქვათ ის ციფრული სამყარო ბავშვს ხდის ნაკლებად ინტერესიანს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაწვდით ამ სამყაროს მას სწორად, ვერ უქმნით ამის ალტერნატივას. დაგვრჩა ახალგაზრდა მწერალის სამ დროს უნდა მივმართოთ ამასთან დაკავშირებით, თვითონ რას ფიქრობს? აი ამ წელთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გამოცხადდეს წიგნიერების წლად 2014 და აი არის ამ საჭიროება ასეთი წლის გამოცხადების და მადლობა მოწვევისთვის. საჭიროება რა თქმა უნდა არის და ძალიან კარგია. რაღაცებს მინდა ყველაფერს გამოვეხმაურო, რასაც ცდილობ. მაგალითად, ანამ დაიწყო თავიდან
ის წიგნები, რომელიც მართლა ჩვენ ახლა დავიაროთ 90% ის გვექნება, ერთნაირი წიგნები გვექნება. მაგრამ და ეს მართლა უცბად ჩვენ გამოვეყავით საბჭოთა კავშირს და როგორც მოერთხელ თქვა ალაშა ბუღაძემ, სად გაქრენ ეს 100,000-იანი და 50,000-იანი ტირაჟები, ამათი მკითხველები, ეს ავტორები, აბსოლუტურად არავინ არ იცის. უცბად 50,000-დან ჩავედით 3,000-ზე, რომელიც ეს არის ძალიან კარგი შემთხვევა. მთელი საშოვნელი ეს წიგნები, ასე ადვილად არ იყიდება. აბონემენტები ყოლდა ქეშოვა. დეფიციტი ხომ არ შევქნათ ხელოვნურად. ეს ხო არ გამოიწვევს ინტერესის გაღვივებას. არ ვიცი, დეფიციტი. გამოწვევი ტირაჟ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეგრეთ წოდებული ტირაჟად სამწუხარო რეალობა საქართველოში. ხო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. თარგმანებზე მინდა მეთქვა, რომ აუთენტური ენიდან არის თუ არა ნათარგმნები. ძალიან ბევრი წიგნი თარგმანი ბადებს ეჭვს, რომ არ არის თქვა რაღაც გერმანელი ავტორის წიგნი არ არის თარგმნილი გერმანულიდან და არის თარგმნილი თქვა სხვა ძირზად რუსულიდან. მნიშვნელოვანი ამბავი ალბათ გამოგრჩა, რასაც ალბათ კი არა ნამდვილად ხელშეუწყობს ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ 2017 წელს იგულისხმება ყოველ შემთხვევაში დიდწილად, რომ საქართველოს უნდა იყოს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის სტუმარ მასპინძელი მოედვარი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნა ერთგვარი მსგავსი ტიპის აქტივობების გამოცდილებები, ბუნებრივია ძალიან გაგვიჭირდება. მე წელსაც ვიყავით ამ რეგოც იყო იქ წამოსული. ეს არ არის ადვილი საქმე ნამდვილად და აქედან გამომდინარე, ვთქვათ, სწორედ აი ამ წლის თუ რაღაცა ვთქვათ აქტივობების წარმართვა იქნება ერთგვარი კარგი რეპეტიცია იმისთვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ კი არ იქნა ბევრი მნიშვნელოვანი თარგმანი პირიქითაც, ანუ ქართველი ავტორების უცხო ენებზე ბუნებრივია გაგვიჭირდება. ამ ფესტივალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, უბრალოდ ჩვენ ძალიან გვინდა რომ ერთხელ ამაზე ცალკე ვისაუბროთ თარგმანზე, იმიტომ რომ მე მგონი გაცილებით უფრო მეტ დროს მოითხოვს. ცხადია, არ მე უბრალოდ აღნიშნე რომ ეს იქნება კარგი მაგალითი იმისთვის, რომ ჩვენ ვემზადებით. ქართული წერილობა გაიცნონ უცხოეთში. სხვა გზა არ არსებობს. მე მგონია ეს მომავალი წიგნიერების წელი ნაყოფიერი იქნება და საერთოდ მე მოველი რომ წიგნიერების წლები კიდევ დადგება საქართველოში და მე მაინც ამას უკავშირებ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას, ეკონომიკური დონის ზრდას, რას გულისხმობ იცით? მაინც დღემდე სამწუხაროდ ადამიანები ჩვენთან ძირითადად ფიქრობენ თვით შენარჩუნებას, უამრავი ყოფითი სოციალური პრობლემა აწუხებთ თვით გადარჩენაზე და როცა ყოველივე ამით დაღლილი ადამიანი კიდევ წიგნთან მარტო რჩება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ წიგნთან მარტო დარჩენა ეს ნიშნავს განმარტოვებას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, პრობლემებში ჩაღრმავებას. ანუ პრობლემებით დამძიმებული ადამიანი კიდევ პრობლემებს უნდა ჩაუღრმავდეს, რომლებიც იქ თავის მხრივ კიდევ უფრო გართულებული და დამძიმებულია. ეს ძალიან ძნელია. ამიტომ დღევანდელი ადამიანი ბუნებრივია არჩევს რაღაც უფრო მსუბუქს, რაღაც უფრო გასართობს და განტვირთვას რასაკვირველია და ამაშიც ვერ გავამტყუნებთ მას, მაგრამ აი როდესაც ეს ეკონომიკური ფონი უკეთესი გახდება და მე ამისი იმედი მაქვს. სიმშვიდე, რასაკვირველია ადამიანებს მეტი საშუალება მიეცემათ, რომ იფიქრონ თუნდაც თვითშეცნობაზე, საკუთარი თავში ჩაღრმავებაზე, წიგნთან მარტო დარჩენაზე, სერიოზულ პრობლემებზე იფიქრონ ამისთვის მეტი დრო და ხალისი და საშუალება იქნება. იმისი იმედი მაქვს. გასკვეთყვის. ჩვენი არაჩვეულებრივი მწერალი. ძალიან დიდი მადლობა ტკბილი სიტყვისთვის. ერთი რაც მინდა თქვა, ასე ვთქვათ, ნუგეშის სახით და პირდაპირ ქალბატონ თამარს ვეტყვი, რომ ბოლო დროს დაახლოებით 1 წელია იმის მერე რაც გამოჩნდა სერია ამერიკელები, ჩემს გარშემო ვინმე რამეზე თუ ნიზლავდება, არის ეს წიგნები. ოღონდ ამას ყოველგვარი ამის გარეშე ვამბობ. კარგი წიგნი ყოველთვის იყიდება, კარგ წიგნს ყოველთვის ყავს მკითხველი. მე მინდოდა არაფერ არ შემიძლია ისევე წავალ აქედან, რომ არ თქვათ. იცით რა, რომელიღაცა მახსენა აღარ მახსოვს, მე მგონი რუსიკომ ზუსტად, ეს არ არის მხოლოდ წიგნთან დაკავშირებული ღონისძიება და იდეა თავის თავად, წიგნიერება ძალიან მთელი რამ არის და უნდა მოიცავდეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ ინიციატივით ესე იქნება და გაიხსნება ეს
ასე ვთქვათ, მიდგომა და საომალოდ ეს არ იქნება მხოლოდ ერთი წელი, რასაც ქვია წიგნიერება პოლიტიკაში, წიგნიერება ჟურნალისტიკაში, წიგნიერება პროფესიონალი საკუთარი საქმის კეთებაში. ამის გარეშე ეს ისეთი რაღაც არ არის წიგნთან დაკავშირებული, ეს გახსნილობა გონების, მიდგომის, ხედვის, რის გარეშეც შეუძლებელია პატივის ცესხვას, გაიზიაროს ხვის მოსაზრება, პატივის ცესხვის უფლებებს. ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური ცნება და კონცეფცია, რომელიც ჩვენ ესე გვაკლია. ჩვენ ამ წლის განმავლობაში უამრავმა მოვლენამ დაგვარწმუნა ამაში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დაფიქრება და ვფიქრობ, რომ წიგნიერება ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის ჩვენი ძირითადი ნაწილი დასრულდა, თუმცა რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით, უბრალოდ რამდენიმე წუთი რეკლამას უნდა დავთვალოთ. მცირე სარეკლამო ჭრის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით. დღეს ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ 2014 წელი წიგნიერების წლად უნდა გამოცხადდეს. ძალიან ცოტა დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე და ამიტომ ამ ინიციატივის ავტორს თამარ ლებაინძეს, რომელიც გამომცემლად დიოგენეს ხელმძღვანელი გახავთ, მინდა ვკითხო აუცილებლად იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომლის გამართვასაც და ჩატარებასაც თქვენ გეგვალთ და თან უკვე აუცილებლად უნდა გკითხოთ რეგიონებს და რაიონებს მოიცავს თუ არა ეს თქვენი მასშტაბური ღონისძიება. საზოგადოდ ეს ყველაფერი ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია და ბევრი რამ დაემატება, რასაკვირველია, ძალიან ბევრი სხვა კონკურსი ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით ეს იქნება წმინდა ლიტერატურული კონკურსები, ეს იქნება მკითხველზე ორიენტირებული კონკურსი, მაგალითად არის ერთი ძველი იდეა დიოგენეში, რომელიც ჩვენ ჯერ არ გაგვეხორციელებია, კონკურსი ოქროს კორექტურა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სახალისო მკითხველისთვის, მკითხველებმა უნდა იპოვონ კორექტურები და ძალიან ხშირად სხვა შორის სასაცილოც არის ეს ყველაფერი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ კონკურსების ფორმატი თავისთავად. იქნება საჯარო მსვლელობები, აქციები, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოიკვეთა ესეთი იდეა, წიგნიერთა მარში, რომელიც ძალიან მოუხდება ჩემი აზრით ჩვენს ქალაქს მარში დიდი სიამოვნებით შეუერთდება ყველა. წარმოიდგინეთ გვერდქვევა რომ წიგნიერთა მარშია და ბევრი ადამიანი შეკრებს. სხვა ადამიანი, რომელიც რაღაც გარკვეული წერტილებიდან დაიძვრებიან და შეერთდებიან, თავს მოიყრიან ერთ ადგილას ქალაქის ცენტრში და წიგნიერების ამაღლების დონეს მარში როგორ უშველეს. იცით, ეს ყველაფერი არის ის სანახაობრივი მხარე, რომელიც აუცილებლად წაადგება ამ პროექტს მთლიანობაში და რასაკვირველია, მთავარი აქცენტი უნდა იყოს საგანმანათლებლო ნაწილზე, მაგალითად ხმამაღლა კითხვის გაკვეთილებზე, მაგალითად შეხვედრებზე სკოლებში, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიური და ხშირი, მე ვგულისხმობ მწერლების, მთარგმნელების, ილუსტრატორების შეხვედრა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. და ძალიან ვისურვებდი, რომ ბიბლიოთეკები, რომელიც რეალურად არსებული ქსელია, ეს ბიბლიოთეკების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით ასე თუ ისე რომ ფუნქციონირებენ, აი ამ ბიბლიოთეკებში გამოცოცხლდეს ის ფუნქცია, რომელიც ბიბლიოთეკას ყოველთვის ჰქონდა, ლოკალური კულტურული ცენტრის ფუნქცია. და იმედი მაქვს, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან და საბიბლიოთეკო ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავებთ ერთგვარ ტიპიურ სცენარებს ბიბლიოთეკართათვის, რომ მათ არ დაჭირდეთ რაღაც მარტივი ველოსიპედების აღმოჩენა, ასე ვთქვათ, და ამ ტიპიური სცენარების მიხედვით იმოქმედონ გარკვეული გრაფიკით მთელი წლის განმავლობაში. ეს იქნება ესეთი მწყობრი სისტემა, ალბათ საჯაროს ამ ყველაფერს გავხდით იანვარში, ამ ღონისძიებების კალენდარს და იმედი გვაქვს, რომ გზადაგზა კიდევ უფრო მეტი დაემატება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასრულდა, უბრალოდ სტუმრებს მაინც გვინდა მიმართოთ თუ ვინმეს რამე გსურთ ამ თემასთან დაკავშირებით. აი, კი ბატონ გისმენთ. ესე იგი 70-იან წლებში აქ ძირითადად მთარგმნელობაზე იყო ლაპარაკი და ამ დროს უნდა გვავიწყდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ორიგინალური წერილობა. აი ყველა ჩვენთაგანი ხო გრძნობთ რა მდგომარეობაში ვართ მაგალითად და გვესიმპათიურება ის პირი, რომელიც წესიერი ქართულით მეტყველებს. და მე გულისხმობ იმას, რომ აი ახლა ვხედავთ მთელი საქართველოს წინაშე და ლაპარაკობთ და მე რა თქმა უნდა სირცხვილით განსვლა ხშირად დამბადებია რომელიღაც დაუშვათ ესეთი პირისაგან, რომელსაც არ ეკადრება. არის ასეთი რამ.
70-იან წლებში საქართველოში რანაირად და როგორ არ ვიცი ეგ, მაგრამ ერთი პიროვნების დიდი ინიციატივით შეიქმნა მთარგმნელობითი კოლეგია. ამას ერქვა ცოტა გრძელი სახელი მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სარედაქციო კოლეგია. ასე ოთარ ნოძიამ რა მანქანებით როგორ მოახერხა მაშინ თანხის შოვნა და საბჭოთა სინამდვილეში თუნდაც სპორტის სასახლის არ იყოს მოტყუებით ცენტრისაგან მოტყუებით დაწესებულება შეგექმნათ, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. აი ასეთი რამ მაგრამ მაშინ ესე იგი რომ არატეხილიყო აჟიოტაჟი თელეკავშირის მასშტაბით ეს წერალთა კავშირთან არსებულად ჩათვალეს. ასე ვითომ რაღაცა ესე იგი ფილიალის მოგვარი თუ რაღაც მიგული იყო თითქოს ეს იყო ფორმალურად აი მაშინ გაჩნდა რაღაცნაირად წერდის პატივისცემა. ისიც ყველა ვერ იქნება მწერლობაში ვინ შემოდის ასევე მთარგმნელობით საქმეში ვინ შემოდის ყველა ვერ იქნება მაგრამ როცა გაჩნდება ისეთი თარგმანები ისეთი სიღრმისეული თარგმანები და ისეთი კარგი ემოციურად ძვირფასი ლიტერატურა რომელსაც ესე იგი აქვს ესე იგი მშობლიურ ენაზე ლიტერატურის პროცესისა და ისტორიაშიც კი რჩებიან ასეთები. მაჩაბლის მაგალითი აიღეთ, ეს დიდი ბედნიერება დაუშვოთ და არა მხოლოდ ჩვენ ბიბლიიდან ვიწყებდით რა, თარგმანობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე რომ ამას კიდე ქონდა ერთი რამ. ხალხთა შორის ურთიერთობა. ცოცხალი ურთიერთობა, ვისი ლიტერატურაც ითარგმნებოდა. და იმართებოდა სიმპოზიუმები იმართებოდა, ჩამოდიოდნენ სულ სხვა სიტყვა და სიყვარულით რეალებდა. სხვათა შორის აი თვით ჩვენ რომ ახლა ყველაზე ძალიან მტკივნეულად განვიცდით რა სამაჩაბლოსა და აფხაზეთს რა მაშინ სულ სხვანაირი ურთიერთობა იყო და ეს იყო ისეთი სტიმული და ისეთი საჭირო და მე არ ვიცი ესე იგი რანაირად და როგორ აქედან ამის ესე იგი ამას როგორ შეელია მე ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენ გადადიხართ და უპირველეს ყოვლისა რომ ამ თემაზე საერთოდ გაამახვილეთ ყურადღება და იმედს ვიტოვებ რომ მომავალ წელს მთელი წლის განმავლობაში 2014 წლის განმავლობაში თქვენ პერიოდულად დაუბრუნდებით ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხს, იმიტომ რომ წიგნიერება მართლაც ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს და ბევრი სხვადასხვა აქტივობა იქნება ჩაფიქრებული. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ეს იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა, როდესაც ამ პროექტზე მუშაობდით. მე ჯერა ბევრი, ძალიან ბევრი კომერციული ორგანიზაცია. თქვენ გვერდით არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. თავარი ეს არის. ჩვენ მოვალეობა არის. ძალიან დიდი მადლობა. დავასრულოთ მაშინ ჩვენი გადაცემა. მაყურებელს შევახსენოთ, ქუჩაში თუ ნახავთ ახალგაზრდებს ასეთი მაისურებით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ხელი მოაწეროთ პეტიციას იმის შესახებ, რომ 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდეს. ჩვენ გემშვიდობებით მხოლოდ ერთი კვირით. მომავალ შეხვედრაზე. ნახვამდის.